Ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი 24 დღეა შიმშილობს სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობას. საღამომშვიდობისა 4 თებერვალს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჭამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. IDS ბორჯომი საქართველოს ბაკურიანის წყლით ბავშვების შესაძლო ინფიცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ირწმუნებიან, რომ ბაკურიანი ციდას ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 პირია დაკავებული და საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენის და პასუხისგებაში მიცემის მიზნით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6%-ით გაიზარდა და 13.9 ტერავატ-საათი შეადგინა. TBC კაპიტალის ინფორმაციით ამ პერიოდში კომერციული მოხმარება წლიურად 7.9%-ით არის გაზრდილი და 8.1 ტერავატ-საათს გაუტოლდა. პირდაპირმა მოხმარებამ 3.2 ტერავატ-საათი შეადგინა, რაც 13.1%-იან ზრდას ნიშნავს. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და კიდევ 3 კლინიკა, მედიკანას საერთაშორისო კლინიკა, MC ჰოსპიტალი და მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაემატა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით იანვარში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 109 განაცხადი დაფიქსირდა. შემოსული ზარების რაოდენობამ 430 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა 80%-ით აღემატება წინა წლის იანვარში შემოსული განცხადებების რიცხვს. ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ბაკურიანის წყლით ბავშვების შესაძლო ინფიცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ კონკრეტულ მაღაზიაში ბაკურიანის ციდას ნიმუშების შეამოწმა და დარღვევა არ გამოვლინდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმებულია ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი. კომპანიის განცხადება არის პასუხი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც თითქოს ბაკურიანის ციდას დალევის შემდეგ ბავშვი და დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს. IDS ბორჯომის საქართველოს განცხადების მიხედვით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში, სადაც მათ ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა, ნიმუშები და დარღვევა არ არის გამოვლენილი. პარალელურ რეჟიმში შემოწმდა ამავე ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ადასტურებენ, რომ ამ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე ნივთიერებების მოხვედრას ამბობენ კომპანიაში. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია 120 ადამიანის ჰოსპიტალიზების შესახებ უარყოფილია იაშვილის კლინიკის განცხადებითაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება არ შეესაბამება სიმართლეს. დღევანდელი დღის მონაცემებით საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას 1 პაციენტი გადის, აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში. განცხადებების მიუხედავად ბაკურიანი ციდას წყლით შესაძლო ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში არაგეგმიურ ინსპექტირებას ატარებენ, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოწმებული არის ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბენეფიციარებს სერვისის მიღება დამატებით თურქეთის კიდევ 3 კლინიკაში შეეძლებათ. პროგრამას მედიკანას საერთაშორისო კლინიკა, MC ჰოსპიტალი და
მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაემატა. სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში პაციენტები მომსახურებას 8 კლინიკაში თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები გაფორმებულია. პროგრამაში ამ დრომდე 157 ბენეფიციარია ჩართული. მკურნალობა 100 პაციენტმა დაასრულა. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები მკურნალობას ისრაელში, ესპანეთში, თურქეთსა და საქართველოში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით 2023 წლიდან გადიან. შესაბამისი ხელშეკრულებები, რომელიც 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზით დაავადებულ ბავშვებს და მოზარდებს სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს, ჯანდაცვის სამინისტროს სოლიდარობის ფონდსა და პარტნიორ კლინიკებს შორის 2023 წლის 31 ივლისს გაფორმდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თაფლში ვეტერინარული პრეპარატების და სხვა დამაბინძურებელი ნარჩენების კვლევის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით 100 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიებში გამოიკვლია. სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ანტიბიოტიკების ნარჩენები თაფლის 5 ნიმუში არის გამოვლენილი. სააგენტოს მიერ სურსათისა და ვეტერინარიის მიმართულებით გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის ბიზნეს ოპერატორებთან თანამშრომლობისა და ინფორმირებულობის გაზრდის შემდეგ თაფლში დარღვევები უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუ მაგალითად 2017-2018 წლებში 100 ნიმუშიდან შეუსაბამობა 50%-ში იყო, 2019 წლიდან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია ის დაფიქსირებული. 2024 წელს საქართველოდან 271,150 დოლარის ღირებულების 33.8 ტონა თაფლი გაიყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით თანხაში 64.51%-იანი და მოცულობაში 79.4%-იანი შემცირება. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან თაფლის ექსპორტი 2019 წლიდან არის გააქტიურებული და რეკორდული მაჩვენებელი 2022-ში დაფიქსირდა. შედეგად კლების ტენდენცია ფიქსირდება. თაფლის ექსპორტი შემცირდა ევროკავშირშიც. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირში მხოლოდ 1.12 ტონა ნატურალური თაფლი გავიდა. საექსპორტო ღირებულებამ კი 6,510 დოლარი შეადგინა. რომ შევადაროთ, 2023 წელს ევროკავშირში 447,890 დოლარის ღირებულების 72.64 ტონა თაფლი გავიტანეთ, კლება 98.9%-ია. ევროკავშირი თაფლის ექსპორტის კლებას 2022 წლიდან აჩვენებს. გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოდან თაფლი მხოლოდ ლატვიაში გავიდა. გასული წლის საექსპორტო ბაზრებს შორის აღარ არის საფრანგეთი, სადაც 2023 წელს ყველაზე მეტი 225,080 დოლარის ღირებულების 41.4 ტონა თაფლი გავყიდეთ. საექსპორტო ბაზრებს ბულგარეთი, ჩეხეთი და გერმანიაც გამოაკლდა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, გასული წლის 12 თვეში საქართველოდან 3.6 ტონა თაფლი გავიდა. შტატებში საექსპორტო ღირებულება 95.9%, 19,450 დოლარიდან 38,040 დოლარამდეა გაზრდილი. შარშან ყველაზე მეტი 7 ტონა ნატურალური თაფლი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვაქვს გაყიდული. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს, რომელზეც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით საუბარი მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე იყო და შეჯერდნენ არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების თანხვედრაზე. მთავრობა საწვავი 20 თეთრამდე გაუწვირდა. კობახიძის გუნდს ბიუჯეტიდან თებერვალში 1 ლიტრი სუპერის ტიპის ბენზინის ყიდვა 20 თეთრით უფრო ძვირი, პრემიუმის 18 თეთრით, რეგულარის 13 თეთრით, ხოლო დიზელის 17 თეთრით მეტი დაჯდება. გასაქირავებელი ბინების ფასი მცირდება. TBC კაპიტალის ინფორმაციით, დეკემბერში ქირა 10%-ით არის დაკლებული. 2024 წლის პირველ ნახევარში არმატურის მწარმოებელი ჯეოსტილის მოგება 33 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომპანიის მთლიანი გაყიდვები 153,200,000 ლარი იყო. მთავრობამ 745,000 ევროთ სტადიონის ასაშენებლად კონსულტანტები დაიქირავა. 70,000 ადგილიანი ახალი სტადიონის მშენებლობა დედაქალაქში იგეგმება. პროექტის დეტალები ჯერ უცნობია.
ქარის 5 და მზის 1 ელექტროსადგური. მმართველი გუნდი 460 მილიონი დოლარის ინვესტიციას აანონსებს. ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტს ექსიმ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია აჭარ ენერჯი შეასრულებს. ლაშა ხუციშვილმა და ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. უწყების ინფორმაციით მიმოიხილეს და შეჯერდნენ არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების თანხმოთრაზე. IMF-ის მისიამ ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოში 29 იანვრიდან იმყოფებოდა. არსებული საჯარო ინფორმაციით მისიის მიზანი საქართველოსთან ახალი პროგრამის მონახაზის შექმნა, თუმცა თავის მხრივ ქართული ოცნების მთავრობის განცხადებით პროგრამას დათანხმდნენ მხოლოდ მაშინ, თუ IMF-ის წინადადება მათთვის საინტერესო იქნება. ქარის 5 და მზის 1 ელექტროსადგური. ქართული ოცნება 460 მილიონი დოლარის ინვესტიციას აანონსებს. ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტს ექსიმ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია აჭარ ენერჯი შეასრულებს. მათი ინფორმაციით, პროექტი 360 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მოცულობის იქნება და მან საქართველოს კონკურენტუნარიანობა უნდა გაზარდოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტს კომპანია წელს დაიწყებს და ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა. ჩვენ დაახლოებით 360 მეგავატამდე სიმძლავრის პროექტებზე უკვე შევთანხმდით მთავრობასთან ერთად და კომპანია მიმდინარე წელს აქტიურად იწყებს 460 მილიონი დოლარიანი ინვესტიციების განხორციელებას, რაც საქართველოს ელექტროენერგიას, რა თქმა უნდა, ელექტროენერგეტიკის სექტორს შემატებს დამატებით სიმძლავრეს და რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანობას აამაღლებს. უკვე 25 წელს ჩვენ პირველი პროექტების გახსნას შევძლებთ და მომდევნო წლებშიც, შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, 360 მეგავატის ახალ პროექტებს გავხსნით. 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში წლიურად 6%-ით გაიზარდა და 13.9 ტერავატ-საათი შეადგინა. TBC კაპიტალის ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის თანახმად, ამ პერიოდში კომერციული მოხმარება წლიურად 7.9%-ით არის გაზრდილი და 8.1 ტერავატ-საათს გაუტოლდა, ხოლო პირდაპირმა მოხმარებამ 3.2 ტერავატ-საათი შეადგინა, რაც 13.1%-იან ზრდაზე მიანიშნებს. პირდაპირი სამომხმარებლო მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ფეროშინადნობების მწარმოებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების კლება დაფიქსირდა, რაც დაკავშირებულია უმსხვილესი ქარხნების დროებით დახურვით აღნიშნული ანგარიში. აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მცირდება. კვლევის თანახმად წლიური შემცირება 5.6% შეადგენს, ხოლო ჯამური მოხმარება 2.6 ტერავატ-საათს უტოლდება. კვლევის თანახმად 2024 წელს თბილისის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 3195 გიგავატ-საათი შეადგინა. დედაქალაქში არასაყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ზრდა წლიურად 10% შეადგინა, ეს მაშინ, როცა საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 6.8%-ით არის გაზრდილი. რეგიონებს რაც შეეხება, ელექტროენერგიის მოხმარება 6.9%-ით გაიზარდა წლიურად და 2024 წელს 4117 გიგავატ-საათი შეადგინა. თბილისისგან განსხვავებით მეტად არის გაზრდილი საყოფაცხოვრებო მოხმარება. 2024 წელს ზრდამ 8% აჩვენა. არასაყოფაცხოვრებო მოხმარების შემთხვევაში კი მოთხოვნა 5.4%-ით არის რეგიონებში მომატებული. სადაშენდება ახალი სტადიონი, ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ჯერ არ არის, თუმცა ვიცით, რომ ქართული ოცნების მთავრობამ 755,000 ევროთ კონსულტანტი დაიქირავა 70,000 ადგილიანი ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისშია დაგეგმილი პროექტის დეტალები კი ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი. კომპანია The Stadium Consultancy BV, რომელიც ოცნების ხელისუფლების მხრიდან არის დაქირავებული, უნდა შეისწავლოს, სად შეიძლება აშენდეს სტადიონი.
სტადიონი. პროექტის კონცეფცია სწორედ ამავე კომპანიამ უნდა მოამზადოს. რამდენიმე კვირის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სტადიონის მშენებლობა მომავალი წლის აპრილში უნდა დაიწყოს და 2028 წელს დასრულდეს. კონკრეტულ ლოკაციებს რაც შეეხება, ორი ლოკაცია არის პრემიერის განცხადებით მოაზრებული, თუმცა სად გადაწყდება მშენებლობა, ამასთან დაკავშირებით კომპანიის რეკომენდაციებს დაელოდებიან. გასაქირავებელი ბინების ფასი მცირდება. TBC კაპიტალის ინფორმაციით, დეკემბერში თბილისში ქირის ფასი 10%-ით შემცირდა და გასული წლის ბოლოს კვადრატულ მეტრზე $11 გაუტოლდა. ქირა ნოემბერთან შედარებით გაიაფებულია, ჯამში 3%-ით. უძრავი ქონების სააგენტოში ამბობენ, რომ ქირის ფასის შემცირება მეტწილად მიგრაციის ეფექტის ამოწურვას და მიგრანტების მხრიდან მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. ამის მიღმა გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნის და ფასის შემცირების მიზეზად ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემოც სახელდება. რა ტენდენციები არის ბაზარზე და როგორი არის მოლოდინები, ნუცე შუბაშვილი მოგუყვება. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირა კლების ტენდენციას აგრძელებს. დეკემბერში დედაქალაქში ბინების საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურად 10%-ით 1 კვადრატულ მეტრზე $11-მდე იყო შემცირებული. ნოემბერთან შედარებით კი კლება 3%-ია. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიგრანტების მხრიდან ქირაზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა მიილია, რამაც საბოლოოდ გასაქირავებელი ბინების ფასიც შეამცირა. ბაზრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქირის ფასი შემცირებულია როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე გარეუბნებში. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მოგიხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი ნაკადი ადამიანების გადმოვიდა ჩვენთან საცხოვრებლად და მოთხოვნა მიწოდების პრინციპმა გაზარდა ეს ფასი. დღეს ფაქტობრივად მოხსნილი არის ეს მიგრაციის ეფექტი და გამომდინარე აქედან არის ეს ფასის შემცირება და კიდევ უფრო შემცირებას დიდად რო გითხრათ არ ველოდებით, იმიტომ რომ თითქოს დაუბრუნდა თავის რაღაცა ისეთ რეალურ მაჩვენებელს დღეს ფასი. ქირის ნაწილში საცხოვრებელ უძრავ ქონებას. პირობითად დიღომი რო ავიღოთ, ხო? იყო 14, 15, $16 კი. დღეს შეიძლება 8, 7, $8.5 გადავეწყდეთ იგივე უძრავ ქონებას, რაც ქირავდებოდა მაშინ აი ამ $14-15. ჩვენ გვახსოვს გადატვირთული აბსოლუტურად და გავსებული ქალაქი იგივე რუსეთის, ბელორუსის მოქალაქეებისგან. დღეს ვაკვირდებით, რომ მათი წილიც მცირდება ნელ-ნელა. პირობითად რომ ავიღოთ ვაკის რაიონში 3 საძინებლიანი ბინის ფასი გასაქირავებელ ჭრილში რო განვიხილოთ, დაახლოებით ფასი მოდიოდა $2000-დან, მე მაქვს ესეთი უფრო პრემიალურ პლატზე მაქვს საუბარი, მინიმალური, ყველაზე ცოტა 2000 და დაახლოებით შეიძლება ყოფილიყო კიდე 3 და 4-იც. აი ეხლა ის ბინები, რომლებიც ღირდა ჩვენ ლისინგში ქონდა $3500, მესაკუთრე ამ ეტაპზე გვეუბნება, რომ 2000-სადაც შეიძლება დათანხმდეს და 2200-სადაც გაქირავდეს. მიღმა მიგრაციის ეფექტის ამოწურვისა, ქირის ფასის შემცირების მიზეზად ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო სახელდება. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, ბინის ქირაზე მოთხოვნა შემცირებულია მათ შორის დასავლური ქვეყნების მოქალაქეების მხრიდანაც, რომლებიც გასულ პერიოდში საქართველოში სამსახურეობრივი თუ სხვა მიზნებით მივლინებით ხანგრძლივად ჩამოდიოდნენ. ამ მიმართულებით მოთხოვნის კლება განსაკუთრებით პრემიალური საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებზე აისახა. ქირებზე ღირებულების შემცირება, განსაკუთრებით პრემიალურ გასაქირავებულ ბინებზე ღირებულების შემცირება გამოიწვია იმან, რომ დასავლური ქვეყნების მოქალაქეები აღარ ჩამოდიან ისე საქართველოში ხანგრძლივი მივლინებებით, ანუ რამდენიმე წლით, ვინაიდან საქართველოში არის ასეთი პოლიტიკური სიტუაცია, ბევრმა ორგანიზაციამ დახურა ფილიალი საერთაშორისო, ბევრმა შეწყვიტა დაფინანსებები, გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე. ამის შედეგად გვაქვს ის, რომ არა მხოლოდ მიგრაციით არის გამოწვეული ქირებზე ფასების შემცირება, არამედ განსაკუთრებით პრემიალურ ბინებზე შემცირდა ფასები ზუსტად იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებით დასავლური ქვეყნის მოქალაქეები ერიდებიან საქართველოს ჩამოსვლას. უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საცხოვრებელ ბინებზე ქირის ფასი სამომავლოდაც შემცირდეს. მათი განმარტებით ამის განმაპირობებელი შესაძლოა გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოსაოდნელი ჭარბი მიწოდება იყოს, რადგან გასულ პერიოდში ქირაზე რეკორდულად გაზრდილი მოთხოვნის ფონზე არაერთმა მოქალაქემ უძრავი ქონება სწორედ საინვესტიციოდ იყიდა. რადგან მიგრაციის დროს ძალიან ბევრმა მცირე და საშუალო ინვესტორმა გააკეთა
დიდი ინვესტიცია სხვადასხვა მშენებარე პროექტში და იყიდა ბევრი ბინა, რომელიც მომავალში უნდა გააქირაოს, რადგან მოლოდინი იყო, რომ ეს გაგრძელდება აუცილებლად ეს მიგრაციის შედეგი. აქედან გამომდინარე, დეველოპერებმა 35%-ით გაიზარდა იმ წელს დამტკიცებული პროექტების რაოდენობა, რადგან მოთხოვნა ასე გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდანაც, ოღონდ რეალურად ეს მოთხოვნა იყო საინვესტიციო მოთხოვნა. რამდენიმე წელიწადში, როდესაც ეს მშენებარე პროექტები დასრულდება, რომლებიც 2-3 წლის წინ დაიწყო, დავინახავთ, მოლოდინი არის ასეთი, რომ გამოვა ბაზარზე ჭარბი, გასაქირავებელი ბინა, ჭარბი რაოდენობით და აი მერე რა მოხდება, არავინ არ იცის, თუმცა მოლოდინი არის იმისა, რომ ფასები აუცილებლად შემცირდება, რადგან მიწოდებაც მკვეთრად გაიზრდება. რაც შეეხება კომერციულ უძრავ ქონებას, ბინებისგან განსხვავებით ამ ნაწილში ფასების კლების ტენდენცია არ ფიქსირდება. როგორც დედაქალაქის, ასევე ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეები აცხადებენ, რომ გასაქირავებელი კომერციული ფართები ლიმიტირებულია. შესაბამისად, ამ სეგმენტზე ფასები ჯერჯერობით უცვლელად ნარჩუნდება. ბათუმში კომერციული უძრავი ქონების ბაზარს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი უჭირავს. ვინაიდან არის ძალიან ლიმიტირებული. ბუნებრივია ამ მომენტისათვის იანვარი-თებერვლის პერიოდში შედარებით პასიური პერიოდი არის სეზონურობიდან გამომდინარე და თქვათ მოთხოვნა არის შემცირებული. თუმცა ვფიქრობთ, რომ როდესაც სეზონის მოახლოებას ასე ვთქვათ მივახლოვდებით, სადაც მარტი-აპრილისთვის უკვე გამოჩნდება, რომ ბაზარზე დეფიციტი არის და აქ უკვე ხელმისაწვდომი კომერციული უძრავი ქონებები აღარ გვხვდება. ფასებთან დაკავშირებით გვაქვს ესეთი სიტუაცია. საოფისე კომერციული უძრავი ქონებების ფასები კვადრატულზე მერყეობს $10-დან $15-მდე. ქირის ფასის შემცირებასთან ერთად შემცირებულია საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგებიც. დეკემბერში ეს მაჩვენებელი 9.6%-ს გაუტოლდა, რაც წლიურად დაახლოებით 1%-ული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.9%-ით გაიზრდება. წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 6.7%-მდე შენელდა, თუმცა ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია და COVID პანდემიამდე პერიოდის ისტორიულ ზრდის ტემპებს აღემატება. რაც შეეხება მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის დინამიკას, ის დამოკიდებული იქნება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. კალტენ ტაგარტის ეკონომისტი ამბობს, რომ პროცესები პოლიტიკურ ვითარებაზე არის დამოკიდებული, თუმცა თუ მიმდინარე პოლიტიკური გაურკვევლობა მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება, ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. საბაზისო სცენარში ჩვენი ძირითადი დაშვება არის, რომ მიმდინარე, ასე ვთქვათ, გაურკვევლობა პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მთელი წლის განმავლობაში იქნება, ასე ვთქვათ, შენარჩუნებული და ეს, ასე ვთქვათ, გავლენას იქონიებს გარკვეულწილად როგორც ბიზნეს, ისე საომხმარებლო განწყობებზე და აი ამ დაშვებით ჩვენი პროგნოზი არის, რომ მიმდინარე წელს 5%-ით გაიზრდება ეკონომიკა, პესიმისტური არის ეკონომიკური და 2.4% და ოპტიმისტურ სცენარში ჩვენ უშვებთ დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას, ანუ ამ სცენარის პოლიტიკური კონტექსტი ახლავს ყველას, ხო? ურთიერთობების გადატვირთვა, ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის გაგრძელება, ოპტიმისტურ სცენარში ჩვენი პროგნოზით ეკონომიკა გაიზრდება 7%-ით. სამივე სცენარისთვის ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ საგარეო ფაქტორებსაც. საგარეო ფაქტორები აქ ყოველთვის ხედველობაში უნდა მივიღოთ, მაგალითად, უკრაინაში ომის დასრულება მნიშვნელოვნად იქნება განსაზღვრელი, ასევე აზერბაიჯანმა თუ საზღვარი გახსნა, ხო, ესეც გავლენას იქონიებს. ჩვენი შეფასება არის ის, რომ ამ არსებული სატარიფო პოლიტიკით გავლენა მინიმალურია არის, როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე ინფლაციაზე, მაგრამ თუ ეს სატარიფო პოლიტიკა კიდევ გავრცელდება, მაგალითად, ევროკავშირის წევრებზე ან სხვა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზე, მაშინ და რა ზომის იქნება ეს სატარიფო პოლიტიკა, გავლენა იქნება. კალტენ ტაგარტის საბაზრო სცენარის მიხედვით წელს დოლარის საშუალო ღირებულება 2 ლარი და 98 თეთრი იქნება. ეს საქმენდილას ეთერში ლაშა ქავთარაძემ თქვა. ამასთან ის ამბობს, რომ 2025 წელს ეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად იქნება სწორედ პოლიტიკურ ფაქტორებზე დამოკიდებული. საბაზრო სცენარი პოლიტიკური გაურკვევლობის მაღალ დონეზე შენარჩუნებას ითვალისწინებს. კალტენ ტაგარტის მხრიდან მომზადებული არის პოზიტიური და ნეგატიური ეკონომიკური სცენარებიც, რომელთა
განვითარებაც ქვეყანაში ასევე პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესება გაუარესების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. პოლარიზაციის ზრდის და დაძაბულობის მატების შემთხვევაში გალტენ ტაგარტი მოელის, რომ 2025 წელს $1 ღირებულება 3 ლარი და 10 თეთრის ნიშნულს მიაღწევს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დაუბრუნდება, გაუმჯობესდება ინვესტორებთა მოლოდინი და ლარი დოლართან მიმართებით 2 ლარი და 78 თეთრის ნიშნულამდე გამყარდება. დღევანდელი ბანკთა შორისი ვაჭრობის შედეგებს რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინფორმაციით ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ თეთრის 25 მიასედი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2 ლარზე და 84 თეთრზე მრგვალდება. ეროვნული ბანკის მხრიდან განახლებული მონაცემებით ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 2 თეთრით და 27 მიასედით და შედეგად 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 93 თეთრია. 2 თეთრით და 73 მიასედით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან მიმართებით, რომლის ფასიც 3 ლარი და 52 თეთრი გახდა. ლარის მიმართ თურქული ლირას ფასი 7 თეთრი და 89 მიასედია. გალტენ ტაგარტი წელს ტურისტების ნაკადის კლებას არ ელოდება, მაშინ როდესაც ბიზნესი ნეგატიურ მოლოდინებზე ღიად საუბრობს. საინვესტიციო ბანკი 2025 წელს 5.300.000 ტურისტს ელის ქვეყანაში. ორგანიზაცია ტურისტების კლებას არც პესიმისტურ სცენარში ითვალისწინებენ და მათი შეფასებით მოსალოდნელი არის ტურისტების ჩამოსვლა ახლო აღმოსავლეთიდან და აზიის ქვეყნებიდან. გალტენ ტაგარტში არ გამორიცხავენ, რომ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მილიარდი დოლარი იყოს. წელს იანვარში სახელმწიფო ხაზინაში 2 მილიარდი ლარი შევიდა, რაც წლიურად 4%-ით ზრდას ნიშნავს. ამის შესახებ სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშია მითითებული. ამ ანგარიშის მიხედვით გაზრდელი არის შემოსავალი ყველა ძირითადი გადასახადიდან გარდა დამატებული ღირებულების გადასახადებისა, რომელიც წლიურად 1%-ით შემცირდა. იანვარში DGG-ს სახით ბიუჯეტში 806 მილიონი ლარი შევიდა, რაც თანხობრივად 2024 წლის იანვართან შედარებით 7 მილიონი ლარითაა შემცირებული. უფრო დეტალურად გადასახადო შესრულება და ზრდა ანკლება წინა წელთან შედარებით ასე ნაწილდება. საშემოსავლო გადასახადი 836 მილიონი ლარი, ზრდა 17%, DGG 806 მილიონი ლარი და კლება არის 9%. მოგების გადასახადიდან 273 მილიონი ლარი შევიდა და ზრდა 17%-იანია. აქციზიდან 100 მილიონი ლარი და 38%-იანი კლება. PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტევანის შეფასებით DGG-ს კლება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირების ნიშანი შეიძლება იყოს, მაშინ როცა წინა წლებში DGG-დან მიღებული შემოსავალი წლიურად მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებდა. ამ წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა 20 მილიარდ 900 მილიონი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს, რაც 2024 წლის შესრულებასთან შედარებით 700 მილიონი ლარით, ანუ 3.4%-ით მეტი იქნება. მთავრობას საწვავი 20 თეთრამდე გაუძვირდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, იანვარში გაფორმებული ხელშეკრულებით მთავრობა ბიუჯეტში 1 ლიტრი სუპერის ტიპის ბენზინი 20 თეთრით უფრო ძვირად, პრემიუმის 18 თეთრით, რეგულარის 13 თეთრით და დიზელი 17 თეთრით უფრო ძვირად უნდა იყიდოს. კონსოლიდირებული ტენდერით მთავრობა 1 ლიტრ სუპერის ტიპის საწვავის თებერვალში 2 ლარად და 82 თეთრად შეიძენს. ტენდერში გამარჯვებული ვისულ პეტროლიუმ ჯორჯია. რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერით თებერვლის კონტრაქტით 1 ლიტრი პრემიუმის საწვავის ღირებულება 2 ლარი და 51 თეთრია, იანვარში 2 ლარი და 33 თეთრი იყო. აქ გამარჯვებული რომპეტროლ საქართველოა. ამავე მონაცემებით ევრორეგულარის ტიპის საწვავს მთავრობა თებერვალში 2 ლარად და 46 თეთრად იყიდის, იანვარში 2 ლარს და 23 თეთრს იყდიდა. გამარჯვებული კომპანია სოკარ ჯორჯია პეტროლიუმია. ევროდიზელს რაც შეეხება, ფასი არსებულ მდგომარეობაში 1 ლიტრზე 2 ლარი და 66 თეთრია, იანვარში 59 თეთრი იყო, 2 ლარი და 59 თეთრი, ტენდერში გამარჯვებული კი სან პეტროლიუმ ჯორჯია. იანვარში პლაცის მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე $737 და 2 ცენტი იყო, დიზელზე $714 და 91 ცენტი.
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისათვის კიდევ ერთ ლოდზე შესყიდვა მეორედ გამოაცხადა. საუბარია რუსთაველის მეტროდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით გზის რეაბილიტაციაზე. სახელმწიფოს შესყიდვების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8,464,123 ლარი შეადგინა. დოკუმენტის თანახმად რუსთაველის მეტროდან ჭავჭავაძის გამზირის ჩათვლით გზის რეაბილიტაციისათვის წინა ტენდერი 24 დეკემბერს იყო გამოცხადებული. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს დინ გრუპმა მიიღო, თუმცა ტენდერი არ შედგა. შესყიდვა მეორედ გამოცხადა. მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი 4 ლოტად 24 დეკემბერს გამოაცხადა. შესყიდვის ჯამური ღირებულება 28,440,411 ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება 14 იანვარს დასრულდა, თუმცა 4 შესყიდვიდან 2 ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე და ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით პრეტენდენტის არარსებობის გამო ჩავარდა. ამ ორ ლოტზე შესყიდვა დედაქალაქის მთავრობამ 15 იანვარს კიდევ ერთხელ გამოაცხადა. მეოთხე ტენდერს რაც შეეხება, მის სავარაუდო ღირებულება 4,382,808 ლარია. ამ შემთხვევაში საუბარი არის ჭოველძის ქუჩიდან მეტროსადგურ რუსთაველამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე. ტენდერში ორმა კომპანიამ შპს Smart Solutions-მა და შპს დინ გრუპმა მიიღეს მონაწილეობა. ამ ეტაპზე შერჩევა შეფასების პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეტალურგიულმა კომპანიამ ჯეოსტილმა 2024 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით იანვარ-ივნისის პერიოდში კომპანიის მთლიანი გაყიდვები 143,200,000 ლარი იყო, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7% მეტია. ფინანსური ანგარიშით კომპანიის წმინდა მოგება 32,900,000 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 3 მეტია. ჯეოსტილის შემოსავლის უდიდესი ნაწილი კვლავ არმატურის გაყიდვებიდან მოდის. კომპანია ძირითადად საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ჯეოსტილის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მიერ გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება 118,700,000 ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება 17,400,000 ლარს გაუტოლდა. ჯეოსტილის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ვალდებულებები წლიურად 14 მილიონი ლარით შემცირდა და 62,200,000 ლარი შეადგინა. 2024 წელს გამოკვლეული თაფლის 100 ნიმუშიდან დარღვევა 5-შია გამოვლენილი. სესის ინფორმაციით, თაფლი, რომლის შემცველობაშიც ანტიბიოტიკის ნარჩენები გამოვლინდა, ბაზრიდან ამოღებულია. მიხეილ ყაველაშვილი თვლის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის და ქართული ოცნების ღირებულებები და მსოფლმხედველობა თანხვედრაშია. სწორედ ამიტომ ის ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შემთხვევაში სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს და მართვის მოწმობის ჩამორთმევის დრო გახანგრძლივდება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეიძლება 3 დღით ადრე ეცნობოთ. ასეთ შემთხვევაში მათ კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მიეცემათ. 30 მარტიდან ლონდონი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება. ავიარეისები კვირაში 4 ჯერ შესრულდება. მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობა პარლამენტს 40 კანონპროექტს წარუდგენს. საგაზაფხულო სესიისათვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმით ნაწილი უკვე არსებულ კანონებში ცვლილებებს გულისხმობს. ნაწილი სრულად ახალი კანონპროექტია. მათ შორის არის საქართველოში ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ კანონპროექტი, რომელმაც საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის და გარანტიებისა და ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ კანონები უნდა ჩაანაცვლოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შექმნა ქართული ოცნების წინაწლების გეგმებშიც იყო. საპარლამენტო განხილვების ეტაპამდე კი ვერ მივიდა. ასევე უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს ფოსტის შესახებ ახალ კანონს, რომელიც საბოლოო რედაქციით ამ დრომდე არ არის სექტორისათვის გაზიარებული. ეს დოკუმენტი საგაზაფხულო სესიაზე განსახილულ კანონპროექტთა ნუსხაში არის. გაზაფხულზეა დაგეგმილი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის მიმართ სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტის
განხილვა და მიღებაც, რასაც სექტორი წლებია ელოდება და არაერთხელ ყოფილა მათ შორის განსახილველ საკითხთა სიაში მოხვედრილი არაერთი წლის განმავლობაში. შედარებით ახალი არის სამედიცინო მოწყობილობების შესახებ კანონი, რომელსაც ბაზარზე ევროპული სტანდარტი შემოაქვს და რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრო გასული წლიდან მუშაობს. საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის მიხედვით, ქართული ოცნება სამონადირეო სფეროს რეგულირებასაც გეგმავს. პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება ნადირობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც სფეროს ევროპული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგებს. ნავთობის და ნავთობპროდუქტების მინიმალური ოდენობის შენახვის ვალდებულების შესახებ კანონპროექტიც ერთ-ერთი ახალი პროექტია, რომელიც ნავთობპროდუქტების მინიმალური ოდენობის სავალდებულო შენახვის წესს და პირობებს დაადგენს, თუმცა ესეც უმრავლესობის კანონპროექტების მსგავსად წინა წლებში განსახილველ კანონპროექტთა ნუსხის ნაწილი ყოფილა, რომელმაც ავტომატურად 2025 წელს გადმოინაცვლა. საქართველოს პარლამენტში საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დამატებით ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეიძლება 3 დღით ადრე ეცნობოთ. ასეთ შემთხვევაში მათ მიეცემათ კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ კანონში ცვლილებები გასული წლის დეკემბერში განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები საჯარო მოხელებად აღარ მიიჩნევიან, ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლები გახდნენ. საჯარო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონით საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას წყდება. დაჩქარებული წესით განიხილება კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე. ამასთან არსებული კანონით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით შეუწყდეთ, ამ დროს მათ 1 თვის კომპენსაცია უნდა გადაუხადონ მხოლოდ. ახალი კანონის პროექტის თანახმად ერთთვიან ვადას ალტერნატიული ვადა ემატება. ქართული ოცნების პროექტით ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მხარეს 1 თვით ადრე, ან უფრო გვიან, მაგრამ არნაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე შეიძლება რომ ეს ინფორმაცია მიეწოდოს, ანუ თანამდებობიდან გაშვების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს. ალტერნატიული არნაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე პერიოდის გამოყენების შემთხვევაში, მაშინ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს კომპენსაციას 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მისცემენ. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დაინიცირებული არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით სანქციის გამკაცრებაზეც. კანონპროექტის მიხედვით არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე მიდგომა მკაცრდება. მართალია ამ ტიპის დანაშაულზე არსებული კანონმდებლობით მოქმედი ფულადი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა რჩება უცვლელი, თუმცა იზრდება მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობა. უფრო კონკრეტულად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს გარკვეულ 3 ტიპის ადმინისტრაციულ დარღვევაზე დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, მართვის მოწმობის უფლება აქვს ჩამორთმეული და ამ სახდელის პერიოდში კვლავ იგივე სამართალდარღვევა დაუფიქსირდება, მართვის მოწმობის შეჩერების ვადა კიდევ 1 წლით გაეზრდება. ამას გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით გაფართოვდა იმ სამართალდარღვევების ჩამონათვალი, რომელთა ჩადენასთან ერთადაც უფრო დამამძიმებელ ქმედებად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების ტვირთის გზის საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. მაგალითისათვის სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 3/10 პრომილეზე მეტია და 7/10 პრომილეს არ აღემატება, ან ეთანოლის შემცველობა 7/10 პრომილეს აღემატება, ან მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმებას თავს არიდებს და მსგავსი ქმედება სატრანსპორტო საშუალების ტვირთის გზის საგზაო ან
სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გამოიწვევს, მაშინ მძღოლი დაჯერიმდება 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციული პატიმრობა 10-დან 15 დღემდე ბადით ეკუთვნის იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მძღოლის დაჯერიმება 3000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციულ პატიმრობას 10-15 დღის ვადით ითვალისწინებს და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლით გაიზარდება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს შეჩერებული. რუსეთის ხელისუფლება სოჩში ოკუპირებული აფხაზეთთან საზღვარზე მდებარე ადლერის საკონტროლო გამშვებ პუნქტს კარდინალური რეკონსტრუქციისათვის 10 მილიარდ რუბლზე მეტს გამოუყოფს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ განაცხადა RIA Novostis ინფორმაციით ამასთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ რეკონსტრუქციის შედეგად საგუშაგოს პირველ რიგში სატრანსპორტო გამტარუნარიანობა რამდენჯერმე გაიზარდება და დღეში 14000 ავტომობილს და 80000 ადამიანს შეადგენს. რუსეთის ბაზარს არ სჭირდება ის სტანდარტები, რაც ევროპაშია. ხილის და ბოსნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს BMG-სთან ამასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პროექტები, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში USAID-ის და ევროპული გრანტების საშუალებით ხორციელდებოდა და რომელიც ბაზრების დივერსიფიცირების საფუძველი იყო ქართველებისათვის, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, დონორების მიერ სოფლის მეურნეობაში ჩადებული კაპიტალის სახეზეა, თუმცა ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაციის პირობებში განვითარების პერსპექტივა უკვე სათუო. რუსულ ბაზარი ძალიან შორს არის ევროპული გამოცდილებისაგან, რისკენაც ქართველი მეწარმეები დონორების დიდი მხარდაჭერით ამ დროის განმავლობაში მიისწრაფოდნენ, ამბობს ბეჟიტაშვილი. მეურნეობის ისეთი დარგები, როგორც არის მეხილეობა, ასევე მოცვის პლანტაციები, ახალი სამაცივრო სისტემები, ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ევროპული გამოცდილების და ევროპული პროექტების და ასევე USAID-ის პროექტების ძალიან დიდი წვლილი. და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე DCFTA ეს იყო ბაზრების დივერსიფიკაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ქართული სოფლის მეურნეობისთვის და ეს საფუძველი, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თავისთავად ცხადია, ის გაწეული შრომა და ის კაპიტალი, რაც სოფლის მეურნეობაში ჩაიდო, თავისთავად ცხადია, ესეც შეიძლება ითქვას გარკვეულწილად დაიკარგება და თუ ამას მომავალი განვითარება არ მოყარი, რისთვისაც ეს ფული არის ჩადებული სოფლის მეურნეობაში, რუსეთის ბაზარს საერთოდ აჭირდება ის სტანდარტები, რომელიც სტანდარტებიც ევროპაშია. რუსეთში ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი, იქ მოძრაობს ქეში ფული, ყველაფერი შავად კეთდება, კორუფცია და ასე შემდეგ და ეს თავისთავად ევროპულ გამოცდილებასთან და თანამედროვე ცივილური სამყაროს გამოცდილებასთან საერთოდ კავშირში არ არის და ახლოსაც არ მივა. Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ხელი მოაწერა ბრძანებას 2026 წლისათვის სუვერენული კეთილდღეობის ფონდის შექმნაზე, რომელიც ტრამპის თქმით პოტენციურად შეძლებს ჩინურ ბაიდენსისგან მოკლე ვიდეოების აპლიკაცია TikTok-ის ყიდვას. შტატების მთავრობის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ თუ როგორ იმუშავებს ან შეივსება სუვერენული სიმდიდრის ფონდი, თუმცა როგორც პრეზიდენტი ამბობს, დაფინანსება შესაძლოა ტარიფებით და სხვა ინსტრუმენტებით იყოს უზრუნველყოფილი. მისი თქმით, ის TikTok-ის შეძენაზე უამრავ ადამიანთან მართავს მოლაპარაკებებს და აპლიკაციის მომავალთან დაკავშირებით სავარაუდოდ თებერვალში გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგალითად, იანვრის ბოლოს ტრამპი ამბობდა, რომ TikTok-ის შეძენას კომპანია Microsoft-იც ცდილობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰუმანიტარული სააგენტო USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ცვლილებების გარეშე USAID თავს გლობალურ ორგანიზაციად აღიქვამს და შტატების ინტერესებს არ ატარებს. რუბიო USAID-ის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა სააგენტოს დაქვემდებარებისა. ისინი არ მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატებისათვის მუშაობენ, უბრალოდ ფიქრობენ, რომ გლობალური გაერთიანება არიან და მათი მბრძანებელიც გლობუსია და არა შტატები. Fox News-თან ინტერვიუში რუბიომ ილონ მასკის განცხადება, რომლის თანახმადაც USAID უნდა დაიხუროს, არ შეაფასა და თქვა ის, რომ მისი მიზანი ყოველთვის იყო სააგენტოს რეფორმირება. არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ და ასეც უნდა გავაგრძელოთ. ეს ლოგიკურია, მოგვიწევს გადავწყვიტოთ, უკეთესია თუ ამ ყველაფერს სახელმწიფო დეპარტამენტის გავლით განვახორციელებთ თუ სხვა რაღაცით,
მაგალითად შეცვლილი USAID-ით. ეს არის პროცესი, რომელსაც გავდივართ, ამბობს რუბიო. მისი განცხადებით, მიუხედავად რესტრუქტურიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ დედამიწაზე ყველაზე გულუხ ქვეყნად რჩება. რუბიოს თქმით, მთავარია ეს პროცესები ეროვნულ ინტერესებში ჯდებოდეს. ჩინეთის შეერთებულ შტატებს 10%-იანი ტარიფების საპასუხოდ ამერიკიდან იმპორტირებული პროდუქტების ნაწილს ტარიფებს უწესებს ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით. შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ ქვანახშირს გათხევადებულ გაზს 15%-იან ტარიფს, ხოლო ნედლ ნავთობს 10%-იან ტარიფს დაუწესებენ. ჩინეთის მიერ დაანონსებული ტარიფები 10 თებერვლიდან შევა ძალაში. ჩინეთი ასევე აღნიშნავს, რომ Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას დაიწყებს და რამდენიმე ამერიკულ კომპანიას არასანტო კომპანიების სიაში შეიყვანს. დამატებით 10%-ით დაიბეგრება ამერიკული ავტომანქანების იმპორტი. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ შტატების დამატებითი საბაჟო გადასახადების ამოქმედებისათვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კანადისათვის და ჩინეთისათვის დაწესებული ტარიფები ძალაში 4 თებერვლიდან უნდა შევიდეს. ტრამპის გადაწყვეტილებით 10%-იანი ტარიფი კანადიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებზე იმოქმედებს. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თელურდავა გაუწყობიან. ჩვენ ხვალ საღამოს 7 საათზე BMG TV-ს ეთერში შევხვდებით ერთმანეთს დროებით.